ჩემო ძვირფასო ერთგულო მაყურებელო დღეს რადგან საახალწლო გადაცემა GDS ექსპედიციამ გადაწყვიტა რომ დაისვენოს. აი ამდენი დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ჩვენ გადაწყვიტეთ რომ წამოვიდეთ სად თუ არა ამ ულამაზეს კუთხეში რომელსაც მესტია ქვია. რა ხდება მესტიაში? ამას ეხლავე აგიხსნით 1 2 3. წავიდა! ცოტა შეგვაგვიანდა მესტიაში ჩამოსვლა, მაგრამ მესტიამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. არ ვიცი ხა რა ხდება. ალბათ ის რომ ახალი წელი მოდის და მოახლოების სუნი კარგად დგას აქ და ერთი ის არის რომ ვიღაცებს აჯილდოებენ. ნახეთ, აგერ გამოფენა, ხალხი დადის, რაღაცა განათებულია ქალაქი მე ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, ასე რომ წამოვყევი და გავიგებ თუ რა ხდება ახლა. სანამ სცენამდე მივალ და გავიგებ რა ხდება. ძალიან საინტერესო ადგილი ვნახე და მე მგონი კუბდარის იქნება. ის რა მაინტერესებს? რა სახანიშნავ დღეს? რაღაცა მესტიაში ფუსფუსია, რაღაცა აჯილდოებთ ვიღაცებს, რაშია საქმე? შეჯიბრი იყო? ესე შეჯიბრი ყოფილა ის რეალში. ძალიან კარგია. კუბდარი გააქვთ, კუბდარი? აი სანეჩი ჩამოსული კაცი კუბდარს თუ არ გასინდა. რა მამული. ძალიან დიდი მადლობა. დაგტოვებთ ახლა. ამას წავიღებ ხო? ვიღაცა მოიგო. ადამიანებს აჯილდოებენ. ცოტა უხერხულია. ახლა მე უნდა მოვძებნო ადამიანი, ვინც კარგად ამიხსნის რაშია საქმე. სეზონი გაიხსნა და მთელი წელი უნდა ვიცრიალოთ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ხედა, გიორგი შოგოვაძე. გამარჯობა. როგორ ზანები? იხავე ჩვენ და ისე რა მაინტერესებს? ახლა ჩამოვედი ცოტა ხნით და მაინტერესებს რა ხდება მესტიაში. ძალიან რაღაც ძალიან მაგარი დღე. ჩვენ გავხსენით დღეს სეზონი მესტიაში. მესტიაში, გუდაურში არ გუდაურში 20-ში გავხსენით. დღეს გაიხსნა ბაკურიანი და მესტია ერთდროულად. რაზე იმობს ეს ხალხი? დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაარსა ახალი ტურნირი თეზო ჯაფარიძის სახელობის თასი ფილამურების სრიალში და გამარჯვებლები დავაჯილდოვეთ. ახლა გვექნება კონცერტი. გაგვიხარდება თუ ჩვენთან ერთად დარჩეთ. აუ როგორ დამწყდა გული რომ ადრე არ ჩამოვედი, თორე შეიძლება მეც მემეღო ხო პრიზი? რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი პრიზი დავარიგეთ და თავარი არის გარდამავალი თასი, რომელიც მომავალ წელსაც იცი რა მაინტერესებს? რა ხდება ტურიზმის? არის ბევრი ტურისტი სვანეთში. ამ მომენტისთვის ყველა სასტუმრო სავსეა. ველოდებით ასევე ტურისტებს ჩამოსულს სხვეთიდან და ჩვენ თანამოქალაქეებს. თოვლი არის, მაგარი ამინდი იყო. ტრასები არის საუკეთესო მდგომარეობაში და ველოდებით ვერ დამსვენებია. იცი რა მაინტერესებს? ხალხი საუბრობდა რომ თეთმულზე ტრასა იხსნება, რომელიც დაახლოებით 25 კილომეტრი თუ არ ვშევი, ხო? თეთმულზე იქნება საამაყო ტურისტული ადგილი მთელ საქართველოში, იმიტომ რომ ვაუ! ის ინფრასტრუქტურა კეთდება და ისეთი ტრასები იქნება, რომ საქართველოში ალბათ ეგეთი არ აგვამჯერდა. გარდა იმ 25 კილომეტრის და რაც 1 წელიწადში იქნება დამატების პოტენციალი აქვს 140 კილომეტრი. ეს იქნება ტრასა ყველანაირი სირთულის, ყველანაირი მოძრაობისთვის და უცხოეთში წასვლა ჩვენ სპორტსმენებსაც აღარ დაჭირდება და მით უმეტეს მოყვარულებს. რა ვიცი, მე რა დამჩენია წარმატებებს გისურვებ ტურიზმის დეპარტამენტს და რა ვიცი, მომავალ წელს იმედია მეც მივიღებ მონაწილეობას. ძალიან კარგი. ესე იგი ამომწურავ ინფორმაცია მივიღე, ჯობია წავიდე. აბა კარგად იყავი დროებით. საკუთარ თავზე გაუბრაზდი დღეს, იმიტომ რომ პირველად ვარ მესტიაში. ნაწილობრივ გავიგეთ რა ხდებოდა დღეს, რატო აჯილდოებდნენ ამ ხალხს და ხვალდილას აუცილებლად განახებთ იმ სილამაზეს, რომელიც სვანეთშია. ეხლა წავედით სახლებში. თქვენ არისთ როგორი ლამაზი დილა გაგვითენდა მესტიაში. გამოვიხედეთ და რა ხდება ეს საოცრება. მთა,
ბუნება, ტყე და რა თოვლი. არა, თოვლი ისედაც იყო, მაგრამ ეხლა უფრო პატარ-პატარა ფიფქებაც ივა. მესტია რომ კარგად დავათვალიეროთ და გავიგოთ როგორ ცხოვრობდა თუნდაც ძველად სვანი ხალხი და მათი ტრადიციები. ყველაზე კარგი ვარიანტი არის რომ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში მივიდეთ, ადამიანის რომელიც სოფლიო მაღიარა როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ალპინისტი და მთასვლელი. იქ არის როგორც სვანების ცხოვრების ამსახველი ნივთები და სვანური კოშკი. რისთვის იყენებდნენ, რა დანიშნულება ჰქონდა. ამ ყველაფერს ახლა მოგიყვებით, რა თქმა უნდა, სვანებთან ერთად. ესმით, სვანეთში სხვათა შორის ძალიან ბევრი სახლიდან გამოდის სვანური სიმღერის ხმა და არც ეს სახლია გამონაკლისი. თქვენ გენაცვალეთ. აი გამარჯობა თქვენ. აი ეს არის სვანეთი. ჩამოდით მესტიაში. აი ეს არის ტიპიური სვანური სახლი, სადაც დიდი ოჯახი ცხოვრობდა. ამ დიდ ოჯახს რა თქმა უნდა ყავდა ხელმძღვანელი, რომელსაც მახუშს ეძახდნენ, ალბათ თქვენ გსმენიათ და აი ეს მახუშის კამი, რომელზეც მე ვერ გავბედი დაждდომა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მახუში ძლებოდა. იყო შემთხვევები, განსაკუთრებული შემთხვევები, თუ მახუში თავისი ნებით დაუთმობდა ხოლმე. სკამს ეს იყო მოსული სტუმარი, რომელიც მერე ტრაბახობდა, რომ მე ამა თუ იმ ოჯახში მახუშის კამზე ვიჯექიო. სხვათა შორის სვანეთში ხარს და ძროხას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ, რადგან ხარი შრომობდა, მას ჯაფა ჰქონდა, ჯანი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ძროხა აძლევდა ოჯახს რძეს და საკვებს. და აი ეს განლაგება თქვენ რომელსაც ხედავთ ჩემ უკან, ქვემოთ იყო სადაც ხარს და ძროხას უშვებდნენ, აქ არის ადგილი სადაც უყრიდნენ საჭმელს და ზემოთ იყო საწოლი ოთახები. ძველ სვანურ ოჯახებში იყო შუა ცეცხლი და შუა ცეცხლის თავზე არის ძალიან საინტერესო ქვის ფილები, რომელსაც სვანები შგილს ეძახიან. შგილს აქვს ორი დანიშნულება ძალიან საინტერესო, ერთი ის რომ ცეცხლიდან წამოსული ნაპერწკალს იცავს და არ უნდა ასულიყო ზედა სართულზე, რადგან იქ თივას ინახავდნენ, მეორე ის არის რომ ის ცხელდება და ზემოდან ყრიდნენ ხორბალს. ეს ხორბალი, რა თქმა უნდა, გამოშრებოდა და შემდეგ უკვე ადვილი იყო მისი დაფქვა. ძალიან საინტერესო ნიუანსია შგილის ბოლოები, თუ შგილის ბოლოს იყო ცხენის თავი. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ეს ოჯახი მეომარი ოჯახი იყო და თუ ქონდა ხარის თავი, ამ შემთხვევაში ოჯახი ძალიან დიდ მეურნეობას ეწეოდა. აი ახლა ჩვენ შემოვიდით სვანურ კოშკში. ალბათ ბევრია ნამყოფი. შიგნიდან გარედან რასილანაზე ამას არ უნდა ლაპარაკი. რამოდენიმე დანიშნულება ჰქონდა. ერთი ის რომ თავდაცვითი და ასევე გავიგე ისიც რომ ახალ შეუღლებული წყვილი თაფლობისთვის ზაფხულობით ატარებდა კოშკში. ჩვენ ახლა ხერგიანების საგვარეულო კოშკში ვიმყოფებით და აქ არის წარმოდგენილი მიხეილ ხერგიანის ის მოწყობილობები, რომელსაც იგი კლდეზე ასვლის დროს იყენებდა. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ ხერგიანი 1969 წელს იტალიაში სუოლთოს მთაზე დაიღუპა და აქ არის ის ერთი თოკის ნაწილი, რომელიც მიხეილ ხერგიანის სხეულიდან მოიხსნა. ასევე აქ არის წარმოდგენილი ჰამაკი, როდესაც მიხეილ ხერგიანი იყენებდა ასვლის დროს და რა თქმა უნდა ამას აქვს სამაგრები და აქ იძინებდნენ და შემდეგ უკვე აგრძელებდნენ კლდეზე გზას. და ასევე ძალიან ბევრ ნივთს განახებთ, რომელიც მიხეილ ხერგიანს ეკუთვნის. ესე იგი, ვინ თქვა, რომ თოვლის ბაბუა ლაპლანდიაში ცხოვრობს? რომელმა თქვა? მითხარით, რომელმა თქვა? არავის არ უთქვამს. ლაპლანდიაში კი რა ცხოვრობს? სვანეთში დარწმუნებული ვარ. აქ ხარ ცხოვრობს. ხო და მე გადავწყვიტე, რომ ვიპოვნო. ვიპოვი თოვლის ბაბუას.
მოგულოცავს ახალწელს. მე ვეთყვი ლექს, ალბათ დამასაჩუქრებს. და მე ეს გამოგუშვებ თბილისში თავის მარხელით. თუ არ ვიპოვე მაგასაც განახევთ. თოვლის ბაბუ სიყვარულის კვარცხლბეგზე გამარჯვების გზებით გევლოს თოვლის ბაბუ სამყაროში შენთვის არავის არ ევნოს ჩემო ძვირფასებო ყველას გილოცავთ ახალწელს მრავალს დაესწარით მინდა რომ ბედნიერები იყოთ მინდა რომ იყოთ ჯანმრთელები გჯეროდეს თოვლის ბაბუის გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა ჩვენი სამშობლო ეს ბუნება მთავარი თოვლის ბაბუას არავინ არ მოარტყას მე გემშვიდობებით ცოტა ხნით კარგად იყავით შენია თოვლის ბაბუ. აკავარ.